სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას. ფსალმუნი 75, დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი ასაფისი, გალობაი ასურასტანელისა მიმართ. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. განცხადებულ არს ურიასთან ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდარს სახელი მისი. მეგობრებო, ბასილი დიდი გამარტავს, რომ ღმერთის სიდიადე ცნობილია ისრაელში და ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთის სახელი ყველასთვის ცხადია მისი ხალხის გამარჯვებებით. მეორე მუხლი. იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამყიდრებელი მისი სიონს. ესე იგი, იოანე ოქროპირი ნახეთ როგორ გამარტავს, რომ სიონი ღმერთის სამყიდრებელია, მშვიდობის ადგილია. ოქროპირი ამბობს, სიონი ეკლესიის სიმბოლოა, სადაც ღმერთის თანდასწრებაა. მესამე მუხლი. რამე თუ შენ შემუსრნა ძალნი, უკაცრავად, რამე თუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ესე იგი, ღმერთმა სიონში გაანადგურა მტრის იარაღი და თეოფილაქტი გვარწმუნებს, ღვთის ძალა ყოველგვარ იარაღზე ძლიერია. მეოთხე მუხლი. განანათლებს შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი საოცრად ანათებს თავისი სიდიადით და ბასილი დიდი ამბობს, რომ ესე იგი მისი ძალა მარადიულ მთებზე, ანუ მის სამეფოში ჩანს. მეხუთე მუხლი. შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა, დაიძინეს ძილი მათი და არაპოვეს არარაი ყოველთა კაცთა, სიმდიდრისაი ხელითა მათითა. ესე იგი, უგუნური მტრები შეძრწუნდნენ და ძილში ჩავარდნენ, ანუ დამარცხდნენ. იოანე ოქროპირი ამბობს, მეგობრებო, რომ მათი სიმდიდრე უსარგებლოა ღვთის წინაშე. მეექვსე მუხლი. მრისხანებითა შენითა ღმერთო იაკობისაო, რულო და მათ, რომლნი ზესხდეს ჰუნებსა. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ღმერთის რისხვამ შეაშინა მტრები, თუნდაც ისინი, ესე იგი, ისინი ვინც თავს ძლევამოსილებად თვლიდნენ. ხო, თეოფილაქტი ბულგარელი ამბობს, მეგობრებო, რომ არავინ გაუძლებს ღმერთის ძალას. შემდეგი მეშვიდე მუხლი შეგახსენებთ, ეს არის წმინდა მამის გამარტებით ფსალმუნი 75. შენ საშინელ ხარ და ვინ წინასე აღგიდგეს შენ, მიერიდან არს რისხვა ის შენი. ღმერთი საშიშია თავისი სამართლიანი რისხვით და ბასილი დიდი გვარწმუნებს, რომ ღმერთის ძალაუფლება უდიდესია და მას ვერავინ დაუპირისპირდება. მერვე მუხლი. რაჟამ ზეცით სასმენელ ყავს ჯავრი ქვეყანასა შეეშინა და დაყუდნა. ესე იგი, ღმერთის განაჩენი ზეციდან ისმის და სამყარო ჩუნდება მისი სიდიადის წინაშე. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ღმერთის უზენაესი ძალაუფლების გამოვლინებაა. რაჟამს აღდგებოდა ღმერთის ჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქვეყანისათა. ესე იგი, ღმერთი თავის განაჩენში იცავს მშვიდობიანობას, ხო, მშვიდობას. თეოფილაქტი ბულგარელი ასევე გვარწმუნებს, მეგობრებო, რომ ღმერთის სამართლიანობა ხსნის მართლებს. მეათე მუხლი. რამე თუ ზრახვა მან კაცისამან აგიარო შენ და ნეშტი გულის ზრახვისაი დღესასწაულობდეს შენ და. ესე იგი, ადამიანის ზრახვა ღვთის ქებას უნდა ემსახურებოდეს და
ჩვენი ფიქრები და სადღესასწაულო ესე ვთქვათ ქება ღმერთს ეძღვნება. მე-11 მუხლი ილოცეთ და მიეცით უფალს ღმერთსა ჩვენსა ყოვლანი რომანი არიან გარემოის მისსა შეწირონ ძღვენი. იოანე ოქროპირი გამარტავს ყველამ ვინც ღვთის გარშემოა, ყველა ხო ვის ღმერთის გარშემოა, ხო უნდა ილოცოს და ძღვენი შესწიროს. იოანე ოქროპირი გვასწავლის თაყვანისცემა ღმერთისადმი ჩვენი მოვალეობა. და მე-12 მუხლი მეგობრებო, ეს არის ბოლო მუხლი. საშინელისა მის რომელმან მიუხუნის სუნი მთავართანი უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქვეყანისათა. გამარტება თეოფილაკტე ბულგარელის ასეთი არის, რომ ღმერთი ისე საშინელია, რომ თავრებიც კი ემორჩილებიან, საშინელია გასაგებია, ხო? თეოფილაკტე ასევე ამბობს, რომ ღვთის ძალაუფლება ყველა მიწიერ მეფეზე მაღლა დგას. შეგიწიროთ უფალმა ყველას მეგობრებო, ვინც მისმენდით, ასევე შებრძანდით აღზე არის თქვენიცით მამების გამარტებით სრულად უკვე მათეს სახარება და იოანეს სახარება. ასევე არის ასევე მამების გამარტებით ძველი აღთმის ყველა პირველი წიგნი დაბადება 50-ვე თავი წმინდა მამის გამარტებით, ესე ვთქვათ ვიდეო დოკუმენტალური ფილმებით და აუცილებლად უსმენთ სახარებას და მოასმენთ შვილებს, ბავშვებს, უდიდესი მადლი არის და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ვიდეო თუ მოგეწონათ და აწერეთ კომენტარებში და ასევე მოიწონეთ ვიდეო, ამით თქვენ დაეხმარებით არხის განვითარებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგიწიროთ და გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.